ინდოელ სტუდენტს, რომელიც თბილისში გარდაცვლილი იპოვეს ბინის მეპატრონესთან და მასთან ერთად მცხოვრებთან კონფლიქტი ჰქონდა. ამის შესახებ ინდურ მედიასთან 23 წლის ბიჭის მშობლები შვილის გაუჩინარების შემდეგ საუბრობდნენ. ამბობდნენ, რომ მათ შვილს ძარცვავდნენ, ავიწროებდნენ და ოთახშიც კი ჰყავდათ ჩაკეტილი ფულის გამოძალვის მიზნით. მათივე თქმით, შვილს ბოლოს მაშინ ესაუბდნენ, როდესაც ის თბილისის აეროპორტის გზაზე იყო და ინდოეთში დაბრუნებას აპირებდა. სუსმა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ დღეს უწყებაში სხვადასხვა დროს გამართულ ორ ბრიფინგზე ილაპარაკეს. ერთ-ერთი დაკავებული პრორუსული ორგანიზაცია ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორი გულბაათ რცხილაძეა. სუსის განცხადებით ის ორი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდა, თუმცა ქვეყნები არ სახელდება. რცხილაძის ორგანიზაციამ 25 მაისს რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო დააფუძნა. როგორც პრორუსები ამბობდნენ, საქართველოში რუსოფობიის გამოვლინებები უნდა შეესწავლათ. ოცნების მიერ 8 თვის წინ გერმანიაში ელჩად გაგზავნილი ალექსანდრე კარტოზია აკრედიტაციის პროცედურას ვერ ასრულებს. ფორმულას ინფორმაციით მას გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელები არ გადაუცია, რადგან ოფიციალურ აუდიენციაზე არ მიუწვევიათ. მიმღები სახელმწიფო ამ პროცედურის გარეშე პირს ელჩად არ ცნობს. შესაბამისად, რა სტატუსით იმყოფება ბერლინში კარტოზია უცნობია. რონის რუსულ წარმომავლობაში ეჭვი არ მეპარება, აცხადებს რუმინეთის პრეზიდენტი გუშინ ღამით ქალაქ გალათში ჩამოვარდნილ დრონთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ახალი ინციდენტების შემთხვევაში რუმინეთი რუსეთის ელჩს გააძევებს.